აჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგემთხვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები ეს რა არის? კატამ SMS-ი მოგწერა, გახსენი? ეს ვინ არის? და ენას რატომ მიღობს? ბებია, სმაილია. სიტყვების მაგივრად იყენებენ, შეხედე? კატამ მოგწერა, რომ კარგ ხასიათზეა. კიდევ ენა გამოგიყო. ვუპასუხოთ? აუცილებლად. აბა, სად არის აქ ეს სმაილები? მაგრამ ბებია ენას რატომ მიყობ? შენ რატომ მიყობ ენას? მან პირველმა დაიწყო. ახლა აღარც დავრეკავ, აღარც დავწერ, სმაილებს დავხატავ. ჰა, მართლა. საგზაო სამსახურს ეს დიდი ხნის წინ უნდა აეღო. აი ასე, წვეთავს უნდა შეკეთდეს. აი ასე. უნდა შეიღებოს, ხე უნდა მოირწყას. ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს სმაილები. ცხელა ტბაზე წავიდეთ ტურბოზავრებო, წინ! ადი მოუაროთ. შეჩერდით, აიცადეთ. ეს რა არის? რაღაც ნახატებია ქვებზე. გუშინაკ არაფერი არ ყოფილა? იქნებ წერილია. წერილში კი წერია, რომ მიწა უნდა გავთხაროთ და ქვები გადავაადგილოთ? ო, რა იყო? იქნებ ვინმეს უნდა, რომ ეს ქვები ამოვთხაროთ და გზიდან მოვაშოროთ. ეგ ვინმე ვინ არის? აი მისი ხელმოწერა, გატეხილი ჰანტელია. ალბათ ვიღაც ძალოსანია. ფიქრობს, რომ ამ ქვების ამოთხრას ვერ შევძლებთ. და შევძლებთ? კი, შევძლებთ. ჩაუშვი? ასია. ახლა სადმე უნდა დავაწყოთ? იქნებ ტბაზე წავიღოთ. ამ ქვებიდან გადმოვხტები ხოლმე. მეც. ისე წერილია და საიდუმლო ნახატები. ნიჩბიანი კაცია. უნდა გავთხაროთ? ამას ცოცხი უჭირავს? იქით უნდა წავიდეთ. შემომხედეთ, ახლა მე ბაღე ვარ. შეჩერდი, ფესვები, მიწაში მეორე მხრიდან ჩადე. ზად არის. დავამთავრეთ. არ უნდა მორწყათ? ახლავე. აი ასე. ყველა დავალება შესრულებულია, სასარგებლო ნიშნები ყოფილა. ბებიამ ნახატი გამოგზავნა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ უნდა გავამარგლოთ. და ხელმოწერა 2 ბალი.
კარგი გატეხილი ჰანტელი, ბალი, იქნებ სათვალე. აი თურმე ვინდა ხატა ნიშნები. და ჩვენ არ გვეკუთვნოდა. სხვისი სამუშაო შევასრულეთ. ეს რა არის? დეკორაციებია? საწასულ ხართ, პეჭა. დინოზავრები? კარგი, ვნახოთ. აი, ასე რომ იყოს? ეს რა კენი, ახლა როგორ ამოვიღოთ? ჭინჭარი ხომ ისუსხება. რა საინტერესოა? კიდევ ჭინჭრისგან ბევრი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება სუპების, სალათების. მინდა, ჭინჭრის სალათი მინდა. მოგიმზადებ სალათს. მე ახლა მაღაზიაში წავალ, თქვენ კი შეგიძლიათ ნაყინით ჩაიტკბარუნოთ პირი, მაგრამ ბევრი არ ჭამოთ, თორემ ყელი აქ ტკივდებათ. აშა! იქნებ ნაყინში ჭინჭარი ჩავყარო, რომ უფრო სასარგებლო იყოს. სანამ ბები არ არის, სულ ცოტას გავსინჯავთ და მორჩა. ხელები დაიბანეთ? ნაყინი ნელა უნდა ჭამოთ, თორემ ყელი აქ ტკივდებათ. შეწყვიტეთ! ნაყინი მომეცით! რა ხდება აქ? ჩვენ ცოტა ნაყინი გავსინჯეთ. ბავშვმა მთელი კილა ნაყინი შეჭამა და ავად გახდა. იცით, მე მგონი მეც მაციებს. ხომ ხედავ? არა და გაგაფრთხილეთ. ახლა კი შენ და იპოლიტი ავად ხართ. ჩვენ წავალთ, დამხმარეს მოვიყვანთ. შენ კი მანამდე საბნის ქვეშ დაიმალე. მის ფეხებს რა ვუყოთ, მაინც ჩანს. ჩემს ფეხებს ვერაფერსაც ვერ უზამთ. ჩემო პატარა, თაფლიანი ჩაი მოგიტანე. სად არის ჩემი სათვალე? მის გარეშე ვერაფერს ვხედავ. ბაუს, ფეხები სუნთლად გაეყინა. გალურჯებული აქვს. ერთი ფეხი, ორი ფეხი, მესამე ფეხი, მეოთხე, არ არსებობს. ერთი ფეხი, ორი ფეხი. აღარ მოელანდება ადამიანს. გამოჯამრთელდი და ნუ იმანჭები. ამბობთ, რომ 1 კილო ნაყინი შეჭამა და ავად გახდა? როცა ზერი ავად არის, დრონად ვეღარ გადაიქცევა. ღმერთო, რა მოხდება ბებია თუ დაინახავს? ჩქარა სახლში გავიქცეთ. ტურბოზავრებო, წინ! ავად ყოფნა მომწონს კიდეც. ყველა შენზე ზრუნავს. ნერვიულობს. ალბათ კიდევ ერთი კვირა ვიქნები ავად. აბა, ავად არისო? მეგობარო, ძალიან ავად ვარ. ყველაფერი გასაგებია. ზერს სასწრაფო დახმარება სჭირდება. პრობლემა არ არის, ახლავე მოვაგვარებთ. ეს რა მოიგონეთ?
სად მიყავართ? მილიონობით წელიწადი დინოზავრები ჭინჭარს სამკურნალოდ იყენებდნენ. ყველა დაავადებას კურნავს. რა ჭინჭარი? არა! ხედავთ? რომ გითხარით, ავადმყოფი მაშინვე გამოჯამრთელდა. ავადმყოფობა უცბად გაქრა. ვიპოვე, სათვალე ვიპოვე. ესეც ასე. ახლა ისევ კარგად ვხედავ ყველაფერს. ავადმყოფი პტეროდაქტილების დაცინვა ცუდი საქციელია. გზავრობა ბებიასთან ერთად. ფედერალური გზატკეცილის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, ამის გამო ყველა გზა გადატვირთულია. კარგი რა. ბებია, რა მოხდა? კბილი ამტკიბდა. სასწრაფოდ ექიმთან უნდა წახვიდე. ავტობუსზე დამაგვიანდა, გზებზე კი საცობებია, ახლა ვეღარ სადაც ვერ წავალ. ბები, არ ინერვიულო, ექიმთან მისვლას მივასწრებთ. შესანიშნავია, ძალიან კარგია. ახლა უარესია, მაინც კარგია. ძალიან ნიჭიერი ხარ. ჩვენს ბებიას დახმარება სჭირდება. სასწრაფოდ ქალაქში უნდა წავიყვანოთ ექიმთან. სწრაფად მივიყვანთ და კომფორტულად. თქვენი მფრინავი ნავიგატორი ყოველთვის მზად არის. ეს როგორ ხდება? ქალაქში მიდიხართ? გასაგებია. და მანქანას ვინ წაიყვანს? მართლა, მანქანას ვინ წაიყვანს? არ ინერვიულო, ბებია, მანქანა თავისით იმართება. რას არ მოიფიქრებენ? არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ მე გამომყევით. კარგი რა, და შენ ხარ მზვერავი? არანაირი პრობლემა არ იქნება. შესახვევიდან არ ჩანდა. არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ დახმარება გვჭირდება. ხომ გითხარით, საგზაო სამუშაოები, საცობები, კბილი. არ ინერვიულო, ბებია. ახლა ყველაფერი მოგვარდება. ჩამოდი, ჩამოვარდები. პრობლემა გვაქვს. საცობებია, გზაზე ორმოა, ბებიას კბილის ტკივა. მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება. ტურბოზავრებო, წინ! ბულ, შენ ქვიშას ჩამოყრი, თორ, შენ კი თხრილს გათხრი. ტრაკ, შენ გზიდან ამ მილებს მოაშორებ და თხრილში ჩადებ. ანკი, შენ მილებზე ბეტონის საფარი უნდა გააკეთო. დავიწყეთ.
Hey. წინ! არა. აი ეს მომწონს. ვაშა! წინ! შესანიშნავი მანქანა. ბავშვებო, ეს ჩემი საფირმო თაფლის ტორტია. ვაშა! რა საინტერესოდ ვიმოგზაურეთ კბილის ექიმთან? და კბილიც აღარ მტკივა. რა საყვარელი ვარდისფერი მანქანა იყო. ალო, ავტოფარეხია? ხვალ თვითმართვადი ტაქსი გამომიგზავნეთ. ვარდისფერი. რა თქვი? რა? პეტა, რა დავალება მოგცეს? პრეზენტაცია უნდა მოვამზადო დინოზავრებზე. ეს ხომ ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი რით დავიწყო. მოიცადე? მე მოვიფიქრე. შეუძლიათ თუ არა დინოზავრებს თანამედროვე სამყაროში არსებობა? მართალია, ჩვენ ხომ ვიცით რომ შეუძლიათ. ზუსტად. შეგიძლიათ ტელეფონით ვიდეო გადაიღო. შესანიშნავი იდეა. საინტერესოა. სად წავიდნენ? როგორც წესი, რომელიმე მათგანი აქ არის ხოლმე. შეხედე. ზერ! გამარჯობა. როგორ ხართ? რა არის ახალი? არაფერი, დანარჩენები სად არიან? ზინავთ. ისვენებენ. შენ რატომ არ გძინავს? მე უკვე გამოვიძინე. არ გამიმართლა. სასკოლო პროექტზე უმუშაობ და ძალიან მჭირდება დახმარება. მაინც როგორი დახმარება გჭირდება? მინდა რომ რამე დინოზავრული გააკეთონ. მე კი ვიდეოს გადავუღებ. და რა? ნამდვილი კინოვარსკვლავები ვით ვიქნებით? ასე იქნება. ახლა მე ყველაფერს მოვაგვარებ. მაშასე? ყველანი მზად ხართ გადაღებისთვის? კი, მზად ვართ. კი, მზად ვართ. კი. პეჭა, ზუსტად გითხარი რა უნდა გავაკეთოთ? რამე ისეთი, რასაც ჩვენი წინაპრები უძველეს დროს აკეთებდნენ. ერთმანეთს შეებრძოლეთ, იღმულეთ, ხეები წააქციეთ. ეს როდის იყო? ჩვენ მსგავსი არაფერი შეგვიძლია. არა. ჩვენ ცივილიზებული დინოზავრები ვართ. აუცილებელი არ არის, მართლა იჩხუბოთ. შეგიძლიათ გაითამაშოთ? გავითამაშოთ? ეს ახალისო იქნება. გავითამაშოთ. შვენიერია. პირველი ვინ იქნება? ჩვენ ვიქნებით, მე და ანკი. მაგარია. ძალიან მაგარია. აბა, მზად ხართ? კამერა? ვიღებ? რა მოგივიდათ?
ჩვენ არ ვიჩხუბებთ, ხომ ასე ზერ? ჩხუბი სისულელეა და საერთოდ არ არის საინტერესო. აბა რისი გაკეთება გინდათ? არ ვიცი, შეგვიძლია ლამაზი თაიგულები შევკრათ. რა? მაინც შთამბეჭდავის ანაყოფა არ იქნება. მოვიფიქრე, შეგვიძლია ვიცეკვათ. ეს კარგია, ვგიჟდები ცეკვაზე. სოფლიოში საუკეთესო პროექტი იქნება. კლასში ყველას აჯობებ. და ეს თქვენი დამსახურება იქნება. ყველაზე მთავარი სანახაობა ჯერ არ გინახავს. 1 2 3 4 ტურბოზავრებო წინ. ნამდვილი ვარსკვლავი გავხდები. მილიონობით ნახვა მექნება. ოსკარსაც მივიღებ. ერთი პატარა პრობლემაა. ამ ვიდეოს ჩვენება არ შეიძლება. ჩვენი არსებობა ხომ არავინ არ იცის. ამაზე არ გვეფიქრია. რა ვქნათ? გამოსავალი არსებობს. პეტია დახატავს ყველაფერს, რაც ნახა და რაც ვიდეოზე გადაიღო. ზერ, გენიოსი ხარ. ვიცი. მოიტაცეს. ჩქარა, გადავარჩინოთ. ანგი, ვერაფერი ვერ გავიგე. ვინ უნდა გადავარჩინოთ, ვინ მოიტაცეს? თორი მოიტაცეს. ქალაქში წაიყვანეს. აი ასე მოხდა. ეს ადგილი არ მიყვარს. გზატკეცილი სულ ახლოსაა. ხალხმა რომ დაგვინახოს. შეხედე. გამარჯობა. მე თორი მქვია. შენ? აქ როგორ მოხვდი? ნამდვილი არ არის. გაფერადებული ფიგურაა. სად არის? ვერ ხედავ? აი იქ არის. ყველაფერი კარგად იქნებოდა რომ თორს მანქანად გადაქცევა მოესწრო. მაგრამ ხალხმა დაინახა და ისიც ადგილზე გაშეშდა. მე რაღაც ვერ გავიგე. გადაცემა რა შუაშია? დო საქმე ისაა რომ თორის ზღვაში შეეშალათ ხელოვნურ დინოზავრში. ქალაქში გასართობ პარკს ხსნიან. და იქ სხვადასხვა ფიგურა მიჰქონდათ. ერთ-ერთი სატვირთოდან გადმოვარდა და ახლა თორი მის მაგივრად. გასაგებია, უნდა გადავარჩინოთ. პარკში წავიდეთ. ტურბოზავრებო წინ! ჩვენ წავალთ, ნახავთ რა ხდება, თქვენ კი პარკთან დაგველოდეთ. რატომღაც აგვიანებენ? რაღაც ნამდვილ დინოზავრს არ გავს. საერთოდ არ გავს. აქ არის. თქვენს გახსნაზე მოხვდით? აქ ბევრი არაფერია სანახავი. დინოზავრებს აქვბერდნენ, ისინი კი საერთოდ არ არიან საშიშები. არც ეს. არც ისინი. ადამიანები არიან დინოზავრების კოსტიუმებში გამოწყობილი. წავედით აქედან. მიშველეთ. თელი ტანი მტკივა და სადილი გამოვტოვე. მოძრაობა შეგიძლია? არ შემიძლია, ცემენტით დამამაგრეს. შეუძლებელი არაფერია. გეგმა მაქვს. პარკი აქ არის, ჩვენ აქ ვართ. ანკი, შეგიძლიათ რაკიასტიო და ჰაერით ისე გადაიტანო, რომ თორი
პოსტამენტიდან ჩამოხსნა. რა თქმა უნდა. მაშინ გადაწყვეტილია, როცა დაღამდება, თორს გავათავისუფლებთ და მის მაგივრად დინოზავრის ფიგურას დავდგამთ. ჯერ უნდა ვიპოვოთ და მოვიტანოთ. მე ვიცი სად დგას. შემიძლია იქ მიგიყვანოთ. ანკი, შენ რა დაგავიწყდა სად არის დინოზავრი? არ დამივიწყებია. უბრალოდ ადგილი ვერ დავიმახსოვრე. ჯუმად, აქ ვიღაც მოდის. ყოველთვის ვეჭვობდი, რომ ამ დღეში რაღაც ხდებოდა. ახლა კი ნამდვილად ვიცი. აქ დინოზავრები ცხოვრობენ. მაგრამ ეს დინოზავრი არ არის, უბრალოდ ფიგურაა, სტეპენ პეტროვიჩ. ესე იგი ფიგურაა? მე კი მეგონა ბულ, მოედანი გაასწორე ანკისთვის. როცა მზად იქნება, ანკი ტრაკს პარკში გადაიტანს. ტრაკ შენ თორს გაათავისუფლებ. მერე ანკი პარკში ორეულს გადაიტანს. შენ მას პოსტამენტზე დადგამ. ბოლოს ანკი შენ და თორს უკან გადმოგიყვანთ. ტურბოზავრებო, წინ! მე ეს პარკი მომეწონა. ვფიქრობ კიდევ ესტუმრები. ოღონდ უჩემოთ. ისიც საკმარისია, რომ აქ ექსპონატი ვიყავი. გმადლობთ, მეგობრებო. გადამარჩინეთ. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.